როცა სკოლაში დადიხარ, როცა იზრდები, ადამიანები დიდ ყურადღებას აქცევენ შენს გარეგნობას და ეს შენთვის მნიშვნელოვანი ხდება, რადგან ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია. ამ დროს ჩვენ გვიჩნდება შიში და ეს მარტო დარჩენის შიშია. ვიცით რომ არ ვართ საკმარისად კარგნი და უნდა შევიცვალოთ. ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, ნიკ, შენ ძალიან უცნაურად გამოიყურები, არ გყავს ნამდვილი მეგობრები, შენ არ შეგიძლია ამის გაკეთება, არ შეგიძლია იმის გაკეთება. მე არაფრის შეცვლა არ შემეძლო. არ არის მარტივი რომ ადგე და თქვა, ყველაფერი კარგადაა. შეუძლებელია ერთ მშვენიერ დილას გაიღვიძო და თქვა, ღმერთო, მე მინდა მქონდეს ხელები და ფეხები და მომეცი ისინი. ეს ძალიან ძნელი იყო. ხალხი მთრგუნავდა, ბოლოს დავასკვენი რომ არ ვიყავი საკმარისად კარგი. მივხვდი რომ დავმარცხდი. ვერასოდეს გავხდები ისეთი ადამიანი, რომელსაც ხალხი მიიღებს და შეიყვარებს. ფიქრობდი, მე ვერასოდეს შევძლებ ფეხბურთის მოედანზე წასვლას სხვების მსგავსად. ვერასოდეს დავჯდები ველოსიპედზე, ვერასოდეს ვისრიალებ სკეიტბორდით. ძალიან ბევრი იყო ისეთი რამ, რასაც ვერასოდეს შევძლებდი. ამ ყველაფერმა დეპრესიამდე და უიმედობამდე მიმიყვანა. ვფიქრობდი, რა მიზანი უნდა მქონოდა ცხოვრებაში. უბრალოდ ვიცხოვრო იმისთვის, რომ მოვკვდე? ნუ თუ არ არსებობს არანაირი მიზანი, არ არსებობს მიზანი ცხოვრებაში. უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა მქონდა. ვეკითხებოდი ჩემს მშობლებს, რატომ მოხდა ეს ყველაფერი. ამავეს ვეკითხებოდი ექიმებსაც, მაგრამ პასუხი არ მქონდა. ცხოვრებაში არსებობს რაღაც, რაც შენს ძალებს აღემატება. ამას ვერ შეცვლი, უბრალოდ უნდა შეეგუო. გაქვს არჩევანი, ან დანებდე, ან გააგრძელო სვლა. მინდა შეკითხვა დაგისვათ, ვის დაუჯერებთ? ირწმუნებთ საკუთარ შესაძლებლობებს, თუ დაუჯერებთ იმას, რა განაჩენსაც ხალხი გამოგიტანთ. როგორ დავაღწიოთ თავი ამ დეპრესიას? 8 წლის ასაკში გამუდმებით იმაზე ვფიქრობდი, რაც არ მქონდა. ვნატრობდი მქონოდა ხელები და ფეხები, ვნატრობდი ამას, მაგრამ რის გაკეთება შემეძლო. მე მაქვს არჩევანი. ან ვიყო გაბრაზებული და გულნატკენი იმის გამო, რომ არ მაქვს ხელფეხი, ან ვიყო მადლიერი იმისთვის, რაც მაქვს. საკუთარი თავისთვის რამდენიმე კითხვის დასმა მომიწია. პირველი კითხვა იყო: ვინ ვარ? ვინ ვარ მე? მე ნიკ ვუიჩიჩი ვარ, მაგრამ ვინ არის ნიკი? რადგან არაფერია სახარბიელო კიდურების არქონაში. მიუხედავად ყველაფრისა, მე მივხვდი რომ მიყვარს ჩემი ცხოვრება, რადგან ვიპოვე ჩემი მიზანი. მაშინ, როდესაც პირველად დამინახით, ბევრ თქვენგანს შეგეცოდეთ. ისევ გეცოდებით? არა. რატომ? იმიტომ რომ იცით ვინ ვარ. არ გახსოვთ რომ კიდურები არ მაქვს? ისურვებდით ჩემთან მეგობრობას.